ინგა შენც ამ მატყუარებს უყურებ. ხალხი ზალდა თქვენი დედა. გოგო, რა კანონია ეს? ვერ მოვცილდი მთელი დღე ტელევიზორს. ღუპავენ ქვეყანას. მაგათ იქ ძალიან კიდიათ. თვითონ მილიონერები არიან და დადიან ყოველ დღე ევროპაში. ჩვენ ვიკითხოთ. უყურე. ხუნდაძე, ჯაფარიძე, ყავრელაშვილი. თვითონ არ ახსენებენ თურმე მკვლელობრივ დეკლარაციებს და სხვებს თხოვენ ახლა. თურმე მაგ ყავრელაშვილს უნივერსიტეტის დიპლომიც არ ქონია. შენ ეგათქვი. მაგნაირების ხედა მე პარლამენტში. რა ვიცი, გენაცვალე მე რომ მიდოდა 400 ლარიანი სამსახური დამსაქმებელმა ოქროს медаლი ატესტატი და დიპლომი მომთხოვა ერთდროულად. არც მე არ ვისწავლი უნივერსიტეტში და გავიჩნდები მე სადმე მინისტრად. არ ესწავლე დაიძინებ გარეთ, ქუჩაში. უყურეთ რამდენი სახლები და ნაკვეთები აქვთ და თავიანთ დოკუმენტებში ეტყუებიან თურმე. ეგ არის მე ჩემოლია, უნდა გამოვიდეს მეტი ხალხი აქციაზე, კაცო და ამოვიღოთ ცოტა ხმა. გუშინ ხო ვიყავი გასული, დღეს კიდე გავალ. მე თიკო და თეკლაც ვიყავით გუშინ გამოსულები. თეკლას იმინა სპრეიში ასხეს სახეში. პირველად შემეცოდა ეგრე. მაგიტო ქონდა შენ დილი ჩახლეჩილი ხმა. ყველამ უნდა ვიყვიროთ. მე რუსეთში დამბრუნებელი არა ვარ, ჯოჯოხეთში. არა რუსულ კანონს. როგორ შენს ლიადიდემ სახშიც მიტინგი მოაწყო? სახელმწიფო გავდივართ ისე რუსთაველზე. ვეხარ ჭრი რა იყოთ? რა იყო და უნდა იმატო, ეგეთია დურაკას წესები. თან სრულიებს ვითამაშობ და ვერავის ვერ დავინდობ. კოზირი რა არის გამახსენით? კოზირი ის არის კირპიჩი. რა კირპიჩი? რაც არის კაცო აგური. ინგა სამი ვალიცი გაჭრედი. საწყალი უმარიკო კიდე წააგებს და სამი სურვილი შესრულება მოუწევს. სურვილია. ხო და თუ სურვილია მიდი წყალი მომიტანი. ოღონდ დასკინკილით სალფეხზე. უყურე დაიფსაკეთებინებს საკუთარ დედას. თვითონ უმარიკოს წეგან უნიტაზი გაახეხინა. მარტო სხვისას რო ხედავს. გააგრძელეთ რა ჯამაში, ეს ხელი უნდა მოვიგო, რომ ანასტასია სურვილი შევასრულებინო. გოგო შენი წყალი. დედა მომივარდა გული. რა ხდება აქ, აბა? ეს სამი ვალეტი, გავჭერი სამივე ერთი კარტი დამრჩა. ერთი კარტი დაგრჩა? ხო და ტუსკო ზირდე წამოკრიფე ეხლა იგენი. всё მე მორჩი. ვინც წაგებს სრულის მისრულებს. რა მე სხვა მითხარით არ მინდა მსურვილი შესრულება. რას ქვია არ გინდა კაცო, სურვილია და უნდა შეასრულო. ხო და თუ სურვილია ჩაიბინე მაღაზიაში და როდი ამოიტანე ინგა. ლიადი და ხოდალებ შენს. სამოვდებით. სეიგი რა. ომარიკო მოიმზადი ხალი ჩაასცენა. ლიადი და მუსიკა ჩართე. წავიდა. დედა რა კაი ტორტი იყო. დეა მამისეიშვილის დაბადების დღეა თურმე დღეს, ხო და რო ჩააქრობინეს ტორტი იქ გაჭრეს და შემახვეთ დღეს, ხო, არაჩვეული ბავშვი სად არის? აღარ ანთებენ ნაძვის ხეს, რა თქვა მერი? მერი ვინ არის ბიჭო, რა მერი? მერი, თბილისის მერი. მერი არ ქვია სახელი? გაჩუმეთ ხლე ის ბავშვი. ისე რატო არა ინტონეტა, რა საინტერესოა. რატო და ვერ მოაგროვეს საკმარისი ხალხი და დაგვაბრალეს მე ჩვენ რადიკალებმა ჩაგვიშალესო. ომარიკო, შეხედე იქით იაფარულავად დგას. ია. დედა ვერ დამინახა. რო დაინახე ხო რასამ გადაიდეოდა, საერთოდ ვინახარ. რა ია. ია ვინ არის? იცი ეგ შენც ვინ არის? ვიდეოს რო გაყურებინე ხო 25 ჯერ. ქალი რო შევიდა ტელევიზიაში. ეგ ია სლეი კუინ. ისე ვრას გავს ახლა ეს ნაძვის ხე. მართლა ეგონათ მე მგონი რომ დავწავდით და რაღაცა ჯღლართი აქვთ მოტანილი. ხო 2013 რო გვიდგა ნაძვის ხე იმას გავს გაპარტახებულს. იქით ამბობენ ახლა რომ პრეზიდენტი შემოუერთდა აქციას ახლაო. და რომელი ხორი პრეზიდენტია? პრეზიდენტი არის ერთი სალომე. ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე. დედა ვერ დამინახა. ეს არის სამძიმარე? კი, წესერად მოიქეცით. ქალაქიდან ჩამევიდნენ ბავშვები, დოდო. ჭებოდაო. როგორ მეწყინა, თამილა, როგორ მეწყინა. მოზიარე ვარ გოგოებო. მოზიარე როგორ ხარ? ხوار გასძიარა მამა უნგუში. რა ვარი ანგელოზები ყოლია ინგა. ანგელოზები დედასკენ მოიკითხეძი. კი, ჩემები არიან თამილა. გოგო უფროსი ბიჭი უმცროსი.
თქვენ უნდა იცოცხლოთ აწიშვილებო თუ არა. დოდოს მოაბრუნებ იქიდან შენ. სულ ამათზე ვლოცულობ და წიდოდოზეც ვილოცებ. ვიკვტართან არ მეიხსენიო ბავშვები გოგო. ეგ უკვე მე ვიცი თამილა ჩემო კარგო. რა თქვი? აუ ვიღაც ხალი წაიქცა ქუჩაში. იმენე სახით დაეცა. რა დროს ეგარი გოგო ამხელა თხონეს ხსნი და დამხმარე ხალი მყავს ასაყვანი. აი მე წეღანი იყო საერთაშორის ერთი ხალი მოსული. მან დამიტოვა სახელი და გვარი ნახემედი. მე მგონი რომ მაგას ავიყვან სამსახურში. რავანი რა უბულაშვილი? ეს ის ხალია ტელევიზორში რო აჩვენის. წოწმარია რომ მოკლა. დედა რას ამბობ, კაცო? ვაი მე გადავრჩენილ ვარ და აი მოვიდა ხალხი გასაუბრებაზე. გამარჯობათ, ვაკანსიაზე მობრძანდით, ხო? დაგძანდით. დიახ, დამხმარე გჭირდებათ, ხო? დიახ, პირველ რიგში გამოცდილება მაინტერესებს თუ გაქვთ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მაქვს. მე ვმუშაობდი ვაგზალზე, ცირკთან. უბრალოდ ახლა უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომ ვეღარ ვახერხებ. კარგი, დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ აუცილებლად. და ვინები მოდიან კაცო. შემდეგი. გამარჯობა, აქ არის ვაკანსია. დიახ, ქალბატონო, დაბრძანდით. გამოცდილება თუ გაქვთ. ჩემი თვალე მქონდა კაცო სურამში გზაზე, მაგრამ მე თურქეთის ტრაილერი შემოგვიარდა და ვიღაც დავდექით ფეხზე. კარგი, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. დედა გამოცდილი ხალი ყოფილა ანასტასია ეს და ეს რო ავიყვანოთ. ჭუჭყები ქონდა ფჩხილებში. დაივიწყე. უმარი კომურბის. ჯე აიყვანე ვინმე სამსახურში? არა კაცო ვინ ავიყვანე მთელი დღე აქვს ვარ დავიღალე რა. მიდიო მარიკო მან ხურდები დევს და გვერდზე მაღაზიიდან წყალი მომიტანე. იმედია გამოჩნდება ვინმე. ნახე შენი საყვარელი მეზობელი მოდის. დედა ნუნუ მინდოდა ეხლა აქ კაცო. როგორ ახარ ნუნუ ჩემო კარგო. გოგო რო ავიყვანეთ უკვე დამხმარე ხალი. დაგაგვიანთ. აჰაჯი მოგიტანე წყალი. გამარჯობა ნუნუ დეიდა. ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება? არავინ არ აგვიყვანია ჯერ. აბა გოგოებო დაწერეთ ხო თემა, ქალთა სახეები ვეფხის ტყაოსანში. აუ ეგ მე დავწერე, მასთან სამივეზე, თინათინზეც, ნესტანზეც და დარეჯანზეც. ყოჩა ხთეკლა, ნული ქულა. აუ რა მაგრა გაიდით მამას. ასე უყურადღებოთ რომ დამიწერთ იქაც გაგინოლდებათ და ჩაიჭრებით გამოცდაში. აუ ისე მას ამხელა რაღაცას რა გვასწავლენ, იქნება საერთოდ ხდება გამოცდაზე, ხა? თეკლა რისკიანი გოგოა მას, ის ხდება სამბიჯს ერთდროულად, რომ ჯერ ვერცერთმა ვერ გაუგო. თია მას ქაჯეთის ციხის აღება რა იყო, ეგ როგორ დასრულდა, მოგვიყევით რა. თამთა მე მეკითხები მაგას შვილო, ეგ თქვენ უნდა გესწავლათ დღეს როგორც მახსოვს. მოიცა ერთწუთი დაასტოპეთ რა. ქაჯეთის ციხე იყო ეგეთი ადგილი? კი, და შეგნით ქაჯები ცხოვრობდნენ. შვენაირები. კარგით გოგოებო, დღეს პატარა შეჯიბრება უნდა მოვაწყოთ. ერთი წუთი. რაში ვეჯიბრებით მას? ჭიდაობაში. რაში უნდა შეეჯიბრო ქართულის გაკვეთილზე? ხო, კითხვებზე პასუხში ვეჯიბრებით გოგოებო. აქეთ იქნებიან თიკო და ანასტასია და აქეთ თამთა და თეკლა მეორე ჯგუფი. დავიწყოთ, აბა. აუ მას მაინც ამათ მოაგებინეთ, არა და ჩვენც გიპასუხეთ შეკითხვებზე. კი, მიპასუხეთ თეკლა, 4 კითხვაზე. 20-დან 4-ზე. მას ანგარიში რო გაიმეოროთ თუ შეიძლება. 17-4. ხედავ თეკლა, ბოროტსას ძლია, კეთილმა ნარსება მისი გრძელია. ჯე მედიკო დეიდა მოვიდა, მობრძანდით. მოდი მედიკო, მოდი. როგორ ახარ გოგო, ასე უნდა დაკარგვა? რა ვიცი გოგო, თამაზის და სკოლის გადამკიდე რო კიდე ცოცხალი ვარ. თქვენ რა შვებით? რა ვიცი რა გვიჭირს ერთი კვირა სოფელში ვიყავით ჩვენც და გუშინ ჩამოვედით საღამოს. დასვენება არც მე არ მაწყენდა ჩემო ინგა. დიდი ხანი კი არ არის გოგო რა სკოლის საქმეებს მოურჩით. ადამიანს აღარ გავარ. სკოლაში რომ მუშაობ გოგო ძალიან კაია, აქვე გაგთან მიხვალ და მოხვალ. ჟარი გოგო, კაი, იმდენად მოკეთებინებენ და ხელბასები ჩვენ არ გვივარგა. გაიხედე მიდი აბა ევროკავშირში როგორ დაფასებულები არიან პედაგოგები. მედიკო დეიდა თქვენ ისი მასწავლებელი ხართ?
მათემატიკის ომარიკო 21 წელია. ხო გიყვარს შენ მათემატიკა? ეს გიждდება მათემატიკაზე აფანატებს. ევროკავშირში კიდე ყველას აფასებენ, ოღონდ შენ მოინდომე და სახელმწიფო გიწყობს ხელს რომ დასაქმდე 16 წლიდან. ხო, შენი გოგოც გახდება ეხლა სტუდენტი და მიმუშავების მოგეხმარება. მასწავლებლების ხელფასები საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, ეხლა რო ევროკავშირის წევრები არიან, ხო? აი ლიეტუვა იღე მაგალითად. 20,000 ევროდან იწყება ინგა წელიწადში. ეხლა ფთათრო იქით გადახვიდე დასავლეთ ევროპაში 70,000 ევრო არის მინიმალური მასწავლებლის ხელფასი. ხო და გამარჯობა ჩემო მედიკო. იმიტომ აღარ არიან ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში. ამ ხელატურს რო აკიდებენ და 1000 ლარს აძლევენ მერე. ზოგჯერ ეგეც არ არის. ჩემ სკოლაში ერთი მასწავლებელი და 91 წლის არის. დედა ჩემი ამბობდა სული რო შეუბერო მოკვდებაო. რა გინდა? რატომ იყური ფიქრი? შემოვედით აბა კლასში, დაიწყო მუსიკის გაკვეთილი მე მგონი. ვასო აქ დავსხდით უკან და ზელატოსი მაქვს ჩუმად ჭამოთ. მას დღეს ისე უკვე დარხული გზავნა ვიმღეროთ? არა, დღეს მინდა რომ ახალი სიმღერა ვისწავლოთ, ხო? ახალ წელს არ გვინდა შური, უკნიდან მესმის ხრაშუნი. რა სჭამთ მან, რა ხდება? კარგით, აღარ შევჭამთ მას. ხო, შენთვის ეჯობია რომ არ ჭამო. ცხვირში იყო ხელებს და მე მაგ ხელებით ჭამ, ნუ. ფუ, აუ ეხლა მივხვდი მას. ზელატოში რო ყავდი სკვინტიან ხელებს. მეორე ძმაკ და იმას აღარ გაჭმევ. ზელატოსის გაყოფა თუ არ გინდა სხვებთან, ადექი და მოიტანე ჩემთან. გამოიტანე დროზე. აუ შენ და მეორესაც შემიჭამს მასწავლებელი. აიღეთ მას. მას ეგ ძალიან გემრიელია ყველის არის. ხომ იცით რომ ძალიან მიყვარს ყველი, ისე ამბობ გეგუნება არ მინახოს ყველი. ვიმე მასე ძალიან საშინელება გამოდის. ვიმედი და აუ მას ნორმალური სიმღერები რო ვიმღეროთ. ძალიან გამოდგა. ნორმალური იქნება. First I was afraid, I was petrified. Go now, go. Walk out the door. Just turn around now. დღეს ომარიკოს დაბადების დღეა. ჩემი კი არა, ვიდეოების. გამოდი ერთი აქეთ რო ვერ ლაპარაკო. ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის. ხო. აუ ინგა შენ ხო ჩააბულბული რა. მე ბევრს ვერაფერს ვერ გიტყვით, უბრალოდ აი ხო ვერაფერს ვერ გიტყვით, ნერვები მეშლება. მე როგორც კორპუსის თავმჯდომარე მარიხი წევილით ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი სწორედ ჩვენს კორპუსში ხდება. მე იმას ვიტყოდი რომ ვაიმე რომელი საათია შილაკზე ვარ ჩაწერილი. მე იმით ვარ ბედნიერი რომ დამპალ რუსეთში არ დავრჩა საცხოვრებლად და აქ ჩამოვედი. მე მინდა მივულოცო ამ რაჩვეულებრივ ოჯახს ეს დღესაც სწაული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თავიდან რო ჩავწეროთ. არ მომწონს. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ ამ 2 წლის განმავლობაში ასე ძალიან შეგვიყვარეთ და გვიყურებთ ყოველ ჯერზე. ომერიკო მოდი ახლა ბოლოს შენ. მადლობა. ვაიმე დავიღუპეთ ამ მე მგონი, ჰა? მე ჯვარი გწერიო ოღონდ რამ დაგღუპა. დამირეკა რამაზიმ, ჩვენმა უფროსმა და უნდა იმუშაო შაბათ-კვირასაცო. მე უნდა გითქვა ინგა რომ ძალიან დიდი ბოდიში ბატონო რამაზ, მაგრამ ოჯახი მაქვს, შვილები მყავს. რა ვიცი ისე დავიბენი რომ თანხმობა აღმოხდა მარტო პირიდან რა. Здрасте, дайте мне 2 хлеба, пожалуйста. Деда, am русема хоть и не шечамес киде, ра. Мы не обслуживаем русских. Что? Я жена Рамаза и основатель этого магазина. Вы об этом не знаете? Вайме, это Рамазის სული არის, Людмила. Რა? ვაიმე დავჭირმო შეყარი. ანასტასია, მოდი კვერცხი დავაჭიდოთ. ხო იცი რომ მაგარი კვერცხი მაქვს, გაგიტეხავ კიდე. ხო, თქვენ დალეწეთ კვერცხები, რა გენაღლებათ. აღდგომა დაბარა უნდა ქნა. ვინც ვეღარ ტეხავს კიწევს საფლავში. სულ თუ დალეწე კატეხილი კვერცხები მიმიტანია მაშინ ბაბუაშებთან საფლავზე. კაცი აკადემიკოსი იყო. მე კვერცხი გამიტეხა უკვე. მე გამოიცალე ბიჭო, რა ნერვებს შეშლი ვერ გავიგე.
მოდი აბა ანასტასია ერთი დავაჭიდოთ. ვაიმე მე ისეთი ორი კვერცხი მაქვს. რა ვთქვი ახლა ეს? გაგიტიხი, 1-0 ინგა. და რანერად გამიტეხე, გოგო, 1 საათი ვიკაკუნე კბილებზე ნორმალური აბარჩიო მეთქი. ვაიმე პლომბი თუ ჩამომძრა ეხლა. აუ, ხაჭაპური არ უნდა გამოაცხო, მშია. რა ვიცი, ყველი კი არ არის საკმარისი. გამოვაცხობ ხო ხაჭაპურს, მაგრამ კარტოფილს ჩავდებ შიგნით. იქ ხაჭაპური აღარ არის, ტყუილია. ხო და ჭამე მოტყუებულმა მე რა ვქნა ახლა. მოდი აბა დამეჭიდე, მე მგონი ეს მეორე კვერცხი კარგია. კიდე გაგიტეხი, იმინე უძლიერესი ვარ. მაჩვენე ერთი რა კვერცხია რა. რატო არ გატყდა ანასტასია? ომარიკო რა შვები აბა? უნდა იბანაო დღის ცოტი არ დაგავიწყდეს. დედა ამას ვინს ხედავ? ინგა, გოგო აქ რა გინდა შენ? ლალი, ჩემო საყვარელო, ხო აი ასე აქ დავიწყე მუშაობა. სულ დაივიწყე, ხო შენ ქვედა მეზობელი, აი ბავშვი დავინახე წეღან არბოდა მომესალმა და მარტო თუ ყავდა დატოვებული გეთქვა და ავხედავ ხოლმე. ისე კი მინერვიულობ ცოტას რაღაცნაირი დაბდურა ბავშვია და აძახი ხოლმე რა გეხოცები თუ არ დაგეზარება. კაი ჩემო კარგო მეცოდინება. ერთი ყავა მომეცი ბათუმური. ამერიკა მოვიდი სახში. აბანიშ წყარია დადგეს. მე ვიბანაო ეხლა. ხო და დაიტაბორა ქვედა მეზობელი. და როგორ გაიმეტა მოსაკმაოდ. აუ ლექსი რო არ ვისწავლო არ შეიძლება. რას ქვია ომარიკო არის სწავლო კაცო, მიდი დავიწყოთ ეხლა. ვაზი უხმობს პატარებს, მოდით ყველანი. გაიმეორე მიდი. ვაზი უხმობს პატარებს, მოდით ყველანი. შეეშვი ვერიზე პირებს ხო ხედავ? არ მაინტერესებს ეგმე. ლექსები მეც მიჭირდა ხოლმე, გენაცვალე, მაგრამ დედა ჩემი რო აიღებდა ხოლმე ფეჩის საჩხრეკს, აი მე კაიდერიშვილი იყავი არ გესწავლა. გააგრძელე მიდი აბა, თქვენს გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი. გაიმეორე მიდი. თქვენს გასინჯეთ აუ ყურძენი გვაქვს. შეხედე რაზე უნდა ეხლა რომ გადამატანინოს ყურადღება. ყურძენს მოგცემ მე შენ. გაიმეორე მიდი ახლა მთელი სტროფი გადავაბათ. დაიწყე. ვერ სწავლობ ამ ლექსს. სუტყუილატირი ხარ, ინგას ცრემლების არჯერა. მიდი ახლა მეორე სტროფი აბა ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ჩხა რა არის? არ არის ახლა კაცო მაგის დრო დაიზეპირე მიდი რა. აუ ტუალეტში გავალეთი წუთი. წადი ხო, მალე მოდი ოღონდ. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი იშლება ნერვიულობით. არა უშავს, არ მეჩქარება არსად, მთელი ღამე წინ არის. დე მოუყევი ლექსი და ნატო მასწავლებელმა ათიანი დამაწერა ხელზე. უყურე? აი რა კარგია რომ ვისწავლეთ გუშინ. მოდი აბა ერთი მაჩვენე. დედა 0-1 რატო გაწერია ომარიკო ხელზე? აბა როგორ ახარ, თამო, როგორ არის ჩვენი თონე, გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო, არ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არ იგირო დაგიდგება. მე მერისთვის ვარ, გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის. ჩამოჯექი მან და მიდი. სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი, მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. ნახლობაში ხო ვარ დაბადებული კლარა შვილიშვილის და კლარას გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში. შარშან. უი გოგო, მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე. აი მე მაგაზე ვფიქრობდით ამო წუხელის და როვი ანგარიშე, მოდი 8+1 გავაკეთოთ, ჰა? თორე წავალთ ზარალზე, ყოველ მეორე და მესამე პურსზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს. ლალი, რა ვახარ, ლალი? სად დაიკარგე, გოგო?
Здрасти, გოგოებო, რა ვიცი, დავრბივარ საქმეებზე, თონეს ხსნით, ხო იცით, ახალი წლების მერე, ხო, აგერ გვერდზე გარაჟს აკირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო. თონეს ხსნით, ესე იგი, ხო. წარმატებები ჩემო კარგო, აბა თქვენ იცით, კარგად. და სანამ გახსნათ, თორეს გაეყოლებინა ერთი-ორი პური ხო შეიძლებოდა. არა ერთი კრიჟანი, რო იტყვიან, რომ შევა უკან იყურებაო რა. ჩემებთანაც ჩავალ გურში, მარას ვიზავ. შეხედე კიდე ლალი მოდის. რა ხდება ლალი გოგო, რა შეწუხებული სახე გაქვს? გასაკლეჯად მინდა ეს თხელაძეები რა. ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში, ქირავ უკვე კარგ ფასად დღეს ვიღაცამ და გასწრო. დედა რას ამბობ გოგო? კაი შენ მაგაზე არ იჯავრო კაცო, ეგ არ იქნება, სხვა იქნება. კაი მიდი ლალი, მიდი. სხვა მიქირავა კი. მე ვიქირავე გოგო, ტონეების მაგნატმა. აი მე და აღარ მინდა ეს საახალწლო საჭმელები რა, წაიღეთ არ ვიცი. ინგა, გოგო აი ეს მოგიტანე ჩუჩმაჩი, ჩემი გაკეცებული. ვაიმე რამე კუჭმაჭებალია გოგო, იმდენი რაღაცა მომრჩა, მეც დანახვა აღარ მინდა სუფრის რა. მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო, რაც ამ დღეებში ვჭამე და ცხოვრება თავიდან დავიწყო. მე იქ მსხვერი მომაწოდიება. დედა, ბავშვებო რა საფეთქებელი ამოგიგდეს აივანზე, შეგეშინდათ? კიო მარიკო, მე მეგონა კორპუსზე დაინგრა მეთქი. შენ საიდან იცი რომ ამომიგდეს? მეც იქ ვიყავი ეზოში, მაგრამ მე ვეუბნეოდი რომ არა უგდოთ მეთქი. რა ხდება რამაზი, ხომ მშვიდობაა? ჩვენთან კი მშვიდობაა, მაგრამ რაზმაძეები გაუქურდავთ, წაუღიათ ყველაფერი. დედა, გაი გეთხალ ხო, რაზმაძეები გაუქურდავთ. მე ჯერ კიდე როდეს ვამბობდი, რომ პაროლიანი კარები დავაყენოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. რას ამბობ, გოგო, ჩემი შვილი პაროლის დამახსოვრებელია. დაბადების დღე რო აქვს ხომ და ერთი წელი მოემატება, სამი თვე კიდე ძველად საქმეს პასუხობს ხომ რომ ეკითხებენ ამდენი წლის ხარო. კაი ერთი რა. ნიტა რა მოპარის რაზმაძეებს. შეიძლება თვითონ ის ქალი მოიპარეს ოჯახიდან ცოლი. ზედ რო უკეთია ხომ ყველაფერი საყურეები, ყილსაბამები და ბიჭდები. მაგიტო დავარქვით მე მაგალს მედალია ფარაონა. ოქროებით რო ჩამოდის ხოლმე მაღაზიაში რომ ზეთი იყიდოს რაღაცა 70-იანი ბაზდაკლებით. ვინმე და ჩემთან შემოსული იყვნენ ქურდები. გაბადანდი ამ საჭმელებს. კი, რობოტი უნდა ავაწყო. რა რობოტი უნდა აწყო, მარიკო? სახში არაფერი მომითრიო. ნოვატორი საიძენა ხა გუში რობოტიკის საბავშვო კურსი და ეგ მოუნდა. ხო იცით ეკლაშედის მან გრაფიკულ დიზაინზე. ხო და მეც მინდა. რობოტს ავაწყობ და მერე ლაშას ცემს. ლაშა ვინ არისო, მარიკო? ვინმე ხარ ჩაგრავს ეზოში? არა, მაგრამ ბურჯს გვართმევს ხოლმე და გვაწვალებს. მე რა თუნდა მაგას რობოტი? მე და დიკოც ვეყოფით. ამ რობოტიკის კურსზე იცი რამდენი რაღაცეებს ასწავლიან? თურმე რობოტებს რო აწყობენ, მერე იმათ, რასაც უნდათ იმას აკეთებინებენ. და კიდე კომპიუტერებს ასწავლიან. შევიდეთ რა. არ ვიცი მოვიფიქრებ ხო? მოვჩი. აი დედა, ტუალეტის ქაღალდის ხმარება არის ის ამ ბავშვმა და რა რობოტებს ისწავლის ეს. მოვდივარ ხო, ადექი.